Festival აქციას გეგმავს მოთხოვნა ტრადიციული აბაზრობებზე სავარო აპარატების გაუქმება. აქციაზე წასვლას მოვეჭრეთა დიდი ნაწილი გეგმავს აქციის ორგანიზატორთა განცხადებით ხვალინდელი აქცია ბოლო შანსია ხელისუფლებისთვის, რათა დათმობაზე წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციამ შესაძლოა პოლიტიკური ელფერი შეიძინოს. ეს დახლები ხვალ სავარაუდოდ სარიელი იქნება. ბაზრობის მოვაჭრეთა პოზიცია ერთსულოვანია. არ გვინდა სალარო აპარატები ყველანი აქციაზე. აქციაზე წავალ და იმის იქითაც წავიყავ ცენტრში. ისე უნდა აი მხოლოდ ადგილზე 70 სანტი 65 სანტიმეტრზე. უნდა დამიდოს აი აქ ვდგევარ მე საქონლის საკასო აპარატი ხელში დავიჭირო არა? ყველა გავდივართ აქციაზე. ეს თქვენი თავარი მოთხოვნა. ჩვენ ისა რომ კასა უნდა იყოს ამადგილებში 70 სანტიმეტრში უნდა განსაზღვრო, მაგათ რომ არ შეიძლება კაცის დადგმა. ჩვენი გასაწევი ვიყიდი აპარატი, მითხეს თუ არ იყიდი დაგაჯარიმეს 300 ლარი თუ 1000 ლარი. მაგიდიმეს ხელი მომაწერინეს 2 თვე უკვე მიდგას და ყველა უშევ შეცემას ყველა აქციაზე ვიყავი და ახლაც გამოვა ჩემი აპარატიანა. ოპოზიცია ხვალინდელ აქციაზე ათასობით თანამოაზრეს ელის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით ეს არის ბოლო შანსი ხელისუფლებისთვის, რათა წავიდეს დათმობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული ოპოზიციონერებს პოლიტიკური მოთხოვნების გაუჩნდეთ. იხებძღვანელოს ხალხის ინტერესებით დაივიწყოს ხალხის ძარცვის ის კანონმდებლობა, რომელიც გახდა მოსახლეობის ქუჩაში მასობრივად გამოსვლის მიზეზი და ნუ გვაიძულებს მთელი ეს პროცესები გადავიდეს პოლიტიკურ მოთხოვნებში, რაც გამოიხატება მთავრობის, ხელისუფლების შესვლისა და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნებში. არ ითვლება აქციის ძირითადი მოთხოვნა, ბაზრობებზე სავარო აპარატების გაუქმება. ხვალ პარლამენტის წინ სავარაუდოდ ფართო ოპოზიციური სპექტრი შეიკრიბება. კობა დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქციის მონაწილეებმა ქუჩას კი გადაკეტონ. წინაკვირას ოპოზიციას ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ჩვენ არ მოვიხსენებთ თავებისგან დათმობას. ჩვენ ვთხოვთ დიალოგს და შეთანხმებას. ვუხდით კომპრომისების გზით. ჩვენ მზადავართ კომპრომისებისთვის და მოვიდით, რომ ხელისუფლება საზოგადოებისთან მოლაპარაკების გზას აირჩევს. ოპოზიციონერებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის უფლებას სავარაუდოდ არც ხვალ მისცემენ. მიუხედავად იმისა, რომ აქციის გამართვასთან დაკავშირებით ლეიბორისტებმა ოფიციალური წერილი თბილისის მერიას გუშინ მიმართეს. ქუჩის გადაკეტვის სვლელობისას რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა არ უნდა აყენებდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობას საფრთხეს. ანუ ამას ითვალისწინებს სალსახად. მოვაჭრეები ხვალ შუადღის 3 საათიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში პროტესტის ნიშნად ქუჩაში ერთდროულად გამოვლენ. იდევნებიან თუ არა საზოგადოებრივ არხზე თანამშრომლები რელიგიური აღსარებლობის